გამარჯობა ჩემო არხის მაყურებელო, მოგესალმებით ჩემო ხალხო. დავიწყოთ პირველ რიგში ის რომ ჩემ მეგობრის თხოვნით ანუ მთხოვა რომ შევაჯამო ერთი წელი და მე მინდა ძალიან მოკლედ მოგახსენოთ ესეთი წლის განმავლობაში. დღეს არის 25 მარტი, ხვანდელი დღე არის 26 და ზუსტად ერთი წლის თავზე შარშან საქართველოს ნაკრებმა უდიდესი შანსი ჰქონდა და საბერძნეთ პენების სერიაში ძალიან რთულ ბრძოლაში ვაჯობეს და გავედით ჩვენ ევროპის ჩემპიონატზე. ეხლა მე მინდა გითხრათ ამ სამი მატჩის ჩატარებული კერძოდ ევროპის ჩემპიონატზე გერმანიაში, სადაც გერმანიაში ჩატარდა. დავიწყოთ პირველ რიგში იმით, რომ ჩვენ პირველი თამაში ძალიან დიდი იმედები გქონდა და არაერთხელ აღწერეთ უკვე და არაერთხელ მოგახსენეთ და ძალიან მოკლედ გეტყვით. თურქეთთან 3-1 წავაგეთ. ძალიან სამწუხარო ამბავი მოხდა და იმათთან შედარებით ეხლა რაც შეეხება სომხეთთან რაღაცა დაპირისპირება იყო მოგების შემთხვევაში. ახანდელ წელს გეუბნებით გუშინ წინ საქართველოს ნაკრებმა 6-1 დაამარხა და საერთო ჯამში 9-1 დაამარხა და საქართველოს ნაკრებმა შანსი მოიპოვა ბევრი ვიზიონის შენარჩუნების შანსი მოიპოვა რომ მომავალ წელს ითამაშოს ბევრი ვიზიონში საქართველოს ნაკრებმა და უდიდესი შანსი გამოიყენა, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ საქართველოს ნაკრებმა შემდგომ ეტაპზე გასვლის შანსი შეძლო ზუსტად და მომავალ წელს შეძლო ბევრი ვიზიონში ითამაშოს ზუსტად. კიდევ ერთი სიახლე ის რა შეესაბამება ჩემო არხის მაყურებლებო, ძალიან მაგარი თამაში იყო და როგორც ასეთი მე მარტო ჯორჯ მიკავტაძეს ვერ გამოვყოფ. ყველა იმ ფეხბურთელმა ითამაშა გუნდური თამაში და შეთანხმებულად რასაც ქვია გუნდური თამაში და საერთო ჯამში შედეგი აისახა 23 მარტს, რომელიც ძალიან დიდი ანგარიშით დავამარხეს სომხეთის ნაკრები. ხო და პირველ რიგში მე მინდა გავაკითხო ერთი კონკრეტულ და ერთ რაღაცას მოგახსენებთ. ასე დავიწყოთ პირველ რიგში იმით, რომ როგორც მოგეხსენებათ ქოჩორაშვილმა, ნებისმიერმა ფეხბურთელმა ქიტეიშვილმა და აი ამ 11 ევროს მინდა პირადად გადავუხადო მადლობა რა ფეხბურთი საჩვენეს სამი დღის განმავლობაში 20 მარტიდან და 23 მარტიდან მოყოლებული და ჩემო არხის მაყურებელო, კიდე შეეხება მე ძალიან კმაყოფილი ვარ, რა თქმა უნდა, როგორც მოგეხსენებათ, აგერ სტატისტიკად გაგასმოთ ისა ბომბების თამაში და ვის რამდენია კარიერაში გატანილი ბურთი და რამდენი თამაში დაჭირდა ამის შესახებ გეტყვით, მოგახსენებთ ძალიან მოკლედ. დავიწყოთ ალველაძე სავს 26 ბურთი გატანილი თავის კარიერაში და რა თქმა უნდა ჯორჯ მიკავტაძე ძალიან პატარა ჯერ კიდე და დაწუნებული ვარ არაერთ გოლ გაიტანა და არაერთ ქართველ გაუხარებს გოლს და პრინციპში ხვიჩა კვარაცხელიას გადაასო 20 მარტს ჯორჯ მიკავტაძემ დუბლი მიითვალა და გადაასო პრინციპში ეხლა 18 ბურთი აქვს კვარაცხელიას 51 მატჩი და ჯორჯ მიკავტაძე, გიორგი მიკავტაძეს კი 20 გოლი და 37 მატჩი 20 გოლი აქვს გატანილი და აქედან გამომდინარე დავიწყოთ იმით, რომ გუნდში ძალიან მაგარ ფორმაში იმყოფება გიორგი მიკავტაძე და შუნთუნელმა შეაფასა. ასე დავიწყოთ ასევე ეს ფაქტორი, რომ გორიადორი უკვე ჩვენ ნაკრებში არა მიკავტაძე, პრინციპში აგერ ჩაკვეტაძებაც რაკაი მატჩი ჩაატარა, იმიტომ რომ მეათე ასისტი და 10 გოლი, რა თქმა უნდა, ჩემო არხის მაყურებლებო და კიდე უკეთესობისკენ გააგრძელებს ამ მონაგას გოლების შეგროვება და ასისტების დაგროვება, რა თქმა უნდა, მაგრამ მე ვიტყვი პირდაპირ ნიშნულობის შოთა ალველაძე, რომელიც საქართველოს ნაკრების
მაისური თამაშობდა და სახელით შოთა არველაძე ჩამორჩება გიორგი მიქავტაძე 6 ბურთით, ასე შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია ჩამორჩება 8 ბურთით და აი აქ მე ვიტყვი რომ აი ქართველების შეიძლება კონკურსის გამომდინარე კი შეიძლება გოლებით ხვის იყოს შეიძლება, მაგრამ ერთ ნაკრებში არიან და პირიქით შური კი არ უნდა გქონდეთ ერთმანეთით მიმაც რომ აი მე კარგად არის და რაღაცა და რაღაც პრინციპში ხვიჩა თამაშობდა და მე მივხვდი რასაც ვუყურებდი ხვიჩა თამაშობდა იმ გოლის გასატანად, იმიტომ რომ გიორგი უკვე პერიოდულად ძალიან ამოქაშა და ძალიან კარგად თამაშობს რა თქმა უნდა და ხვიჩამაც ძალიან კარგი გოლი გაიტანა. ამასობაში 2 ბურთი ჩამორჩება, მაგრამ ერთ ვიტყვი რა ხალხო მაგაზე არ აქვს ნიშნულობა რა. ხვიჩა კვარაცხელი ქართველია, მიქავტაძე ქართველია და იქ ყველა ქართველ ვის ბურთი გააგდა, ვის ჩვენ გვიხარებს და ფანებს და ასე შემდეგ. აგროგავენ თავს ჩვენი ბიჭები, რა თქმა უნდა, შესაძლებელზე მეცაც აკეთებენ ზოგჯერ და მე დარწმუნებული ვარ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშოს საქართველოს ნაკრები. კიდე ერთი ახალი ამბავი მე მინდა გითხრათ. ეხლა შემდეგზე გადავიდეთ, შეეხება შემდეგ. ჩვენთან როგორც ვარაუდობდით, ნიდერლანდები და ესპანეთი თამაში დაძაბული თამაში იყო, დრამატული თამაში გამოდგა 2-2 და 2 ექსტრა ტაიმი დაჭირდა იმისთვის, რომ გამარჯვებული გამოვლენილი იყო, მაგრამ აქაც ვერ მოახერხა ვერც ერთმა ნაკრებმა, ჩემო არხივმაყურებლებო, აქ გამარჯვებით რომელიმე გუნდს გამარჯვება მოეპოვებია ან ესპანეთს, ან ესპანეთს, რა თქმა უნდა, ნიდერლანდებთან და 2-2 მოჩა, ძალიან დაძაბული მატჩი იყო და აქ პენვების სერია დაჭირდა ორივე ნაკრებს, რომ გამარჯვებული გამოვლენილი იყო. ნუ თუ მსოფლიო შესარჩევში მესამე მეტოქე ვინ იქნებოდა, ეს მნიშვნელოვანი ფორმით იყო, რა თქმა უნდა. ნიდერლანდების ძალიან ძლიერი ნაკრებია და გამოაჩინა თავისი შესაძლებლობა პენვების სერიაში, როგორც ვიცი, ჩემო არხივმაყურებლებო, ესპანეთმა აჯობა, რა თქმა უნდა, 2-2 იყო ძირითადი და ტაიმებში და საკმარისი დრო არ ამოჩნდა, რადგან ვერ დადგინდა გამარჯვებული ვინაობა, ეს ესპანეთი იქნებოდა თუ ნიდერლანდები. ამისთვის საჭირო იყო პენვების სერიაში გარკვეულიყო ვინ იქნებოდა ჩვენი შემდეგი მეტოქე. ასევე როგორც წინა ვიდეოში აღვნიშნე, ჩემო არხივმაყურებლებო, როგორც წინა ვიდეოში აღვნიშნე, მე ვარაუდობდი, რომ ესპანეთი იქნებოდა ჩვენი მეტოქე და გამართდა ეს ჯგუფია, რომელიც ჩვენ პირველ თამაშს ჩავატარებთ კერძოდ 4 სექტემბერს თურქეთთან, მერე როგორც ვიცით კიდე თურქეთთან ვატარებ ბულგარეთთან 7 სექტემბერს და ასე შემდეგ. ესპანეთთან ოქტომბერში და ნოემბერში კი რაც შეეხება ძალიან რთული მატჩები ელოდება ჩვენ ნაკრებს მსოფლიო შესარჩევის ჯგუფში, რომელიც კერძოდ ეს ჯგუფში მოხდა. ეს 4 ნაკრები ერთმანეთს საუკეთესო ნაკრებები, რა თქმა უნდა და ჩემი არხივმაყურებლებო. კიდე რაც შეეხება მე ქართველებისგან რატო ვითხოვენ მეც. მე მართლა ეჭვით არ მეპარება, იმიტომ რომ შესანიშნავი სტატისტიკა აქვს ქოჩორას 7 გოლების ღრით. შესანიშნავი სტატისტიკა იმ ყველაფერუდეს, ვინც საქართველოს ნაკრებში ითამაშა და ბოლომდე ვთქვათ, რომ თავი ადაძროგა და ბოლომდე შეძლო თავისი შესაძლებლობებით გამოეჩინა სომხეთის ნაკრების წინააღმდეგ და რა შეეხება ეხლა ინციდენტს, რა შეეხება რაღაცა როგორც მოვიპოვე ინფორმაცია და როგორც ჩემი მეგობრების მეუბნებიან, წყაროდან მოვიპოვე ინფორმაცია თითქოს რომ საქართველოს ნაკრებს FIFA-ს გაემუქრება ერთგვარი სანქცია, რაღაც სანქცია, რა შეეხება ეს დიდას ჩემი აზრით აქ სიმართლეს არ უნდა შეესაბამებოდეს და პირიქით
რა შეეხება ყველა ერთია კარგი და ცუდი რა თქმა უნდა და ცუდი ფაქტი იყო ამაზე გამოვეხმაურები მე კი არ ვახალისებ ხა ვიდეოში რომ ქართველებმა გალახოს უყარდა ფანებს ეს ძალიან ცუდი ფაქტია კი რა თქმა უნდა ჩემო არხივმაყურებლებო მაგრამ თურქეთთან როგორც მოგეხსენებათ ევროპის ჩემპიონატზე ბევრი სკანდალური სიტუაცია იყო და არ გამოიძიეს, იმიტომ რომ მაშინ ამ ხრის მე ვერ დავეთანხმები ეხა UEFA-ს იმას რომ რაღაცა ერთგვარი სანქცია შემოიტანოს და საქართველოს ნაკრებზე ცუდად აისახოს და მაშინ მე მართლა ვერ დავეთანხმები, მაშინ სამართალი უნდა იყოს და ის თამაში არ გამარჯვებულად არ უნდა ჩათვლილი იყო იქიდან გამომდინარე ჩვენი ფეხბურთელები ხილს ხელობდნენ და სვენა და დაიწყეს ბოთლების როლა და რაღაცა და რატო არ არის შემოახიმაყურებელო ამაზე პასუხი თუ მაშინ ჩვენ გვემუქრება ეგwari ისა ეგრე მაშინ უნდა გადაწყვეტილიყო თუ სამართალია ეგრე უნდა გადაწყვეტილიყო რომ თურქეთს აჩაუთებდი მე მაგალითად გამარჯვებას იმიტომ რომ ბევრი ცუდი რაღაცა მოხდა ჩემო არხივმაყურებლებო და თუ დავაკვირდებით აი იმ ვიდეოში დასმენა რაღაცა კი გერმანიაში მაგხრი რაღაცა არეულობა მოხდა მაგრამ ეს ფაქტია უნდა დაჩენილიყო ეხა UEFA FIFA თუ იღებს გადაწყვეტილებას რომ საქართველოს რაღაცა სანქციის სახით დაემუქროს ან ფანები არ შემოუშვას არამე ელემენტარულ ყველა ეროვნებაში ცუდი და კარგი ადამიანი ყველა ეროვნებაში იქმნება და პრინციპში კარგი ადამიანები რაც მეტი იქმნება მის უკეთესი იმიტომ რომ ჩვენ ქართველები ის ხალხი არ ვართ მართლა პრინციპში მე პირადად როგორც ასეთი მოედანზე არ ყოფილა და არ მიყურებია მაგრამ ჩემი ახლობლების სიმართლე ჩავთვლი რა შეეხება კიდევ ლეუს რომ მართლა დიდი სიტყვილი არის გინ სოციალ ქსელში რომ გამოდიან და რანგავენ ჩვენებს რომ უნერგავენ ქართველებს რომ აი რა ცუდები ვართ აი რა ვაგისები ვართ და ჩემო არხივმაყურებლებო მოდით რა ნუ მივაქცეთ ამ სულ კამპანია ცუდი კამპანია რომელიც აგორებულია ჩვენი ერის წინააღმდეგ და ჩვენი ფეხბურთელების წინააღმდეგ და ჩვენ ბიჭებს მინდა წარმატება უსრულო რა თქმა უნდა და ვიმემგზავრებო სოფლიო შესაჩევში შესანიშნავ შედეგს დავდევთ და პირველად გინდა თუ გავართ ავტომატურად სოფლიო ჩემპიონატზე მოხდება ჩვენი ნაკრები ეხლა კი რა შეეხება კიდე დანარჩენ ფეხბურთელებს რა შეეხება მანამდე კიდე ზავხულში ახლა აი ამ ზავხულს მამარდაშვილის შესანიშნავი შანსი აქვს რომ ლივერპულში გადავიდეთ და გააგრძელო თავისი ბრწყინვალე კარიერა და გაძლიერდეს და ფეხბურთით გაგებით და მამარდაშვილი ძალიან საუკეთესო მომენტი ელოდება ეხლა იმიტომ რომ ლივერპული გუნდში რომ გადადიხარ ესე იგი ყველაფერი კარგად იქნება ჩემო არხივმაყურებლებო ეხლა კი რა შეეხება მადლობა მინდა გადაგიხადოთ და გამოიწერეთ ჩემი არხი და ლაიქეთ და მაქსიმალურად გაიძიარეთ ჩემო მეგობრებო და სულ ინფორმაციას ნუ აყვებით და ნუ გავრცელებთ რა ჩემო არხივმაყურებლებო ძალიან პირველად გავაკეთე კომენტარი რაც არ ვიცი ძალიან მომიშალა ნერვები და რომ გამოდიან ჩემი აზრით ის ადამიანი კი ეხა მე გამხატვის თავისუფლად კი არ უბრძალა ადამიანს ჩემთვის როგორც ასე ჩემთვის ძალიან დიდი სისხლია გამოდიხარ და ესე ლაპარაკობ ჩვენზე და ქართველი და ძალიან დიდი სისხლია და ამას ზდენის საქციელია ჩემო არხივმაყურებლებო კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით